მოქალაქეების მონაწილეობა გადაწყვეტილების პროცესში, თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, ჩართულობა და თემის საჭიროებებზე დაფუძნებული ადვოკატირება. ეს არის მთავარი მიზანი პროექტისა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი 2 წელია ახორციელებს. პროექტის სამიზნე აუდიტორია ქალები, ახალგაზრდები, ხანდაზმულები და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობაა. პროექტი თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება ადგილობრივი თემის ინტერესებისათვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 2 ქალაქში, ბორჯომსა და ნინოწმინდაში 2 წელია მიმდინარეობს. პირველი ეტაპი საჭიროებების კვლევას და პრიორიტეტული საკითხების გამოვლენას დაეთმო. ცხადია, მოქალაქეთა ჩართულობა იზრდება მაშინ, როცა განსახილველი საკითხი უშუალოდ შენ საჭიროებას ეხება. ამიტომ დავიწყეთ ჩვენი სამიზნე ჯგუფების საჭიროებათა კვლევა. ორივე მუნიციპალიტეტში ფოკუს ჯგუფების მეთოდით გამოვიკვლიეთ ქალების, ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების, ასევე ჩვენი მეოთხე სამიზნე ჯგუფის ბორჯომის მაღალმთიან ზონაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა საჭიროებები და გამოწვევები. შევისწავლეთ ადგილობრივი ბიუჯეტების, ანუ ორივე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტების სოციალური პროგრამები, იმიტომ რომ გაგვეანალიზებინა, რამდენად იყო თანხმედრაში ადგილობრივი ბიუჯეტისა და ადგილობრივი თემის წარმომადგენელთა პრიორიტეტები. ფოკუს ჯგუფებისა და ინტერვიუების შედეგად გამოვლენილი საჭიროებების პრიორიტეტიზების მიზნით უკვე ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში პროექტის გუნდის წევრები გავედით სოფლებსა და ქალაქის სხვადასხვა უბნებში. მოსახლეობას ვაჩვენებთ ფლიპჩარტებზე ჩამოწერილი კვლევის შედეგად გამოვლენილი ადგილობრივი თემისათვის აქტუალური თემები და ვთხოვეთ ამ თემებიდან აერჩიათ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი 3 საკითხი. ან დაემატებინათ ის საკითხი, რომელიც მათ აწუხებდათ, მაგრამ ფლიპჩარტზე არ იყო დატანილი. ამგვარად პირისპირ დიალოგის გზით ორივე მუნიციპალიტეტში გამოიკვეთა 600-მდე ადამიანის პრიორიტეტი. ორივე მუნიციპალიტეტში, ანუ ყველა ფოკუს ჯგუფში მნიშვნელოვან გამოწვევად დასახელდა დასაქმების შესაძლებლობის ნაკლებობა, მიუსაფარი ცხოველების სიმრავლე ქალაქისა და სოფლებში, ქალაქის ქუჩებსა და სოფლებში. ასევე ხანდაზმულებისათვის შინმოვლის პროგრამების არარსებობა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობლების გამოწვევები, მარტოხელა დედების პრობლემები და სხვა. მაგრამ იყო სპეციფიური საჭიროებებიც, მაგალითად, ბორჯომში ქალებისათვის რამდენიმე სოფელში გაზიფიცირების პრობლემა, ექიმის ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტირების პრობლემა ბორჯომის მაღალმთიან ზონაში. და რაც შეეხება ნინოწმინდაში, უკვე პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები, ახალგაზრდებისათვის მხარდამჭერი სოციალური პროგრამების ნაკლებობა და ზოგადად ქალებისა და ახალგაზრდების პასიურობა. მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდისათვის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ იმ ადამიანებს ვკითხოთ, როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა, რომელიც უშუალოდ მათ ეხება. ამ მიზნით შევქმნით ორივე მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ჩართულობის ჯგუფი. ეს სამოქალაქო ჩართულობის ჯგუფები დაკომპლექტებული იქნენ ქალებით, ახალგაზრდებით, ხანდაზმულებით, ასევე ბორჯომის მაღალმთიან ზონაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებით. ჩაუტარდათ მათ ტრენინგები, შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობების გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, გაიმართა სატელევიზიო დისკუსიები ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე. ყველაზე მეტად აქტიურობდნენ ახალგაზრდები და განსაკუთრებით ეს აქტიურობა ნინოწმინდაში შეინიშნებოდა. აქტიურად მუშაობდით როგორც ჩვენი ჩართულობის წევრებთან, ასევე ნინოწმინდის მერის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან. ჩვენ ჩავატარეთ სხვადასხვა ტიპის ტრენინგები, როგორც ნინოწმინდის, ასევე ბორჯომის მონაწილეებისთვის. პირველი ტრენინგი იყო მაისში ნინოწმინდაში, რომელიც იყო ბორჯომის და ნინოწმინდის ჩართულობის ჯგუფების წევრებისთვის. ბიუჯეტის გაცნობა, შესწავლა, დაგეგმა და პრიორიტეტების განსაზღვრა. ჩვენი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებმა აქტიურად დაიწყეს მუშაობა ამ მიმართულებით, რათა ახალი ინიციატივა შეეტანათ ნინოწმინდის 2023 წლის ბიუჯეტში.
ამის შედეგად ჩვენ გქონდა რამდენიმე დისკუსია ნინოსმინდის მუნიციპალიტეტის მერთან, ასევე სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან, რომელშიც ჩართული იყვნენ, რა თქმა უნდა, ნინოსმინდის ახალგაზრდები, ძირითადად სტუდენტები, ვინც სწავლობენ თბილისში. სტიპენდიებით მაღალქულიანი სტუდენტების წახალისება იყო ნინოწმინდელი ახალგაზრდების მთავარი და ყველაზე პრიორიტეტული სურვილი. სხვადასხვა კურსის, ასაკის და უნივერსიტეტის სტუდენტები ამ ინიციატივის ადვოკატირებისთვის გაერთიანდნენ. იყო კიდევ რამდენიმე იდეა, რაზეც გვინდოდა აქცენტის გადატანა, თუმცა ვიფიქრეთ, რომ ჩვენ თვითონ სტუდენტები ვიყავით, ჩვენი უმეტესი ნაწილი სტუდენტები ვიყავით და პირველადი პრობლემა, რაც საჭირო იყო რომ გადაგვეჭრა, იყო ეს. მედია ცენტრმა ჩაატარა დისკუსია ქალბატონ მერთან, ანივარტმოსოიანთან, სადაც მეც ვიღებდი მონაწილეობას და სადაც გავიხილეთ თუ რატომ იყო საჭირო სტუდენტებისთვის სტიპენდიის დაწესება. დისკუსიაზე გავიხილეთ რამდენიმე საკითხი, მათ შორის ის, რომ ბევრი სტუდენტი ვერ იხდის სწავლის საფასურს ან ბინის ქირას, რის გამოც დიდ პრობლემებს აწყდება დედაქალაქში ან თუნდაც სხვა ქალაქში სწავლის დროს. მაგალითად, ბევრი არიან, ვისაც უნდა სწავლა არქიტექტურაზე მაგალითად და აქ ადგილზე მართალია ახალქალაქში ახლოს აქ არის სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ფილიალი, თუმცა იქ ეს პროფესია არ ისწავლება. და ბევრი უნივერსიტეტშია, რომლებიც ახლოს მდებარეობს ესეთი შემთხვევები, როდესაც არის ერთი პროფესია, რის ისწავლას უნდა სტუდენტს, მაგრამ არ აქვს მას იმის შესაძლებლობა, რომ გადავიდეს სხვა ქალაქში, გადაიხადოს ქირა ბინის და ამასთან ერთად სწავლის საფასურიც. გარდა ამისა, გავიხილეთ ისიც, რომ უფრო მეტ მოტივაციასაც შესძენდა ეს სტუდენტებს, რათა კარგად ესწავლათ. დისკუსიის დროს ქალბატონ მერთან შევთანხმდით იმაზე, რომ უნდა შეგვეტანა განაცხადი მერიაში ახალგაზრდების სახელით, ახალგაზრდების ხელმოწერით, რაც ჩვენ გავაკეთეთ. გავიდა რამდენიმე კვირა და ჩვენ მოგვივიდა პასუხი და ასე ვთქვათ, მეორე ეტაპზე გადავედით. ეს მეორე ეტაპი რას მოიცავდა? ჩვენ უნდა წარგვედგინა შეფასების ფურცლები უნივერსიტეტებიდან, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ეს სტუდენტები, რომლებმაც შევიტანეთ განაცხადი, წარჩინებით ვსწავლობდით. შევიტანეთ ეს ფურცლების მეორე ეტაპის გადავლახეთ და უკვე ბიუჯეტის 2023 წლის ბიუჯეტის შედგენის დროს გვითხრეს, რომ დამტკიცებულია სტიპენდიები ექნებათ ადგილობრივ ახალგაზრდებს და მოკლედ ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაცია და ძალიან გაგვიხარდა. ჩვენ უკვე წლებია თანამშრომლობთ აღნიშნულ მედია ცენტრთან. მადლობა მინდა გადავიხადო მედია ცენტრს დაინტერესებისათვის ჩვენი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა პროგრამებით ახორციელებდა მედია ცენტრი თავისი სამოქმედო გეგმის მიხედვით, რა თქმა უნდა, პროექტებს. 22 წლის წელი დავასრულეთ იმით, რომ ერთობლივად მივიღეთ ესეთი გადაწყვეტილება. პირველი საკითხი, რაც დაიდგა დღის წესრიგში, იყო სტიპენდიის განსაზღვრა. სტიპენდია არ შეიძლება რომ დავარქვათ ამას, რადგან ჩვენ როგორც შევპირდით შეხვედრის დროს, ეს იქნებოდა ერთჯერადი ფულადი, ესე რომ დავარქვათ ჯილდო ერთჯერად დახმარება სტიპენდია არ შეიძლება, იმიტომ სტიპენდია არის პერიოდული და სტიპენდიას აქვს მთელი წლის განმავლობაში წვების მიხედვით. ჩვენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაძლებლობიდან გამომდინარე, ჩვენ განვიხილეთ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, როგორც მერიაში, ასევე საკრებულოსთან და ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, გამოყვავით შესაბამისი თანხა, ეს სიმბოლური თანხაა, რომელიც გაიცემა ერთჯერადად
500 ლარის ოდენობით იმ სტუდენტებს, იმ წარჩინებულ სტუდენტებს, რომელთა აკადემიური მოსწრება იქნება შესაბამისი ქულების გათვალისწინებით. ეს იქნება 91-დან 100 ქულის შეფასებით. ანუ ის სტუდენტები იქნებიან, ვინც მოხდებიან ესე წოდებულ A ჯგუფში. ეს არის რაც დღევანდელი მოცულობით ჩვენ განსაზღვრეთ 23 წლის მუნიციპალურ სოციალურ პაკეტში. საბედნიეროდ ჩვენ გვყავს ასეთი სტუდენტები ჩვენს მუნიციპალიტეტში, ვისაც აკადემიური მოსწრება, როგორც აღნიშნე, A ჯგუფის სტუდენტები არიან და აღსანიშნავია, რომ რა თქმა უნდა, როგორც ყველა ადამიანს ამ სტიპენდიის პროგრამაც ნინოწმინდელ ახალგაზრდებს გაუჩენს სწავლის мотиваციას უკვე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აქ დასტურად შეგვიძლია დავასახელოთ ის ფაქტი, რომ წინა წლებთან შედარებით გაიზარდა სტუდენტების რაოდენობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის და იმის შემდეგ, რაც სტიპენდიის პროგრამა მიიღებს ჩვენს მუნიციპალიტეტში, ბევრჯერ და ბევრგან გამიგია, რომ ამას ექნება უკეთ სწავლის სურვილი სხვა სტუდენტების მიერაც. ჩვენ როგორც აღნიშნე 1+4 პროგრამით რადგან მიდიან, აიმაღლებს ასევე мотиваციას სახელმწიფო ენის სწავლებისას. ესეც იქნება мотиваცია, мотиვი იმისათვის, რომ უფრო უკეთ ისწავლონ, უფრო შეიძლება ეს თანხაც გაიზარდოს წლების განმავლობაში, ეს იქნება უკვე გათვალისწინებული ჩვენი ბიუჯეტის შესაძლებლობებიდან. სამომავლოდ უკვე აჩვენებს დრო და რა თქმა უნდა პროგრამა რას ფიქრობს და რას გვთავაზობს თვითონ მედია ცენტრი, ეს იქნება უკვე სამომავლოდ ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობა მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა იმ პროექტებში, ყველა იმ პროექტებთან, რომლებიც იქნებიან სასიკეთოდ მოსახლეობისათვის. ნინოწმინდის პარალელურად აქტიურად მიმდინარეობდა შეხვედრები და პრიორიტეტული საკითხების ირგვლივ დისკუსიები ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ბორჯომის მაღალმთიან სოფლებში ადგილობრივებთან შეხვედრაში ბორჯომის მერთან ერთად მონაწილეობა სამცხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა მიიღო. გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ადგილობრივებმა მთავარ გამოწვევებზე და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. მთავარ პრობლემებად ადგილზე ექიმის ხელმისაწვდომობა, მუნიციპალური ტრანსპორტის მოუწესრიგებელი გრაფიკი, მიწების რეგისტრაცია და საბავშვო ბაღის არარსებობა დაასახელეს. ფოკუს ჯგუფების კვლევა. და შესაბამისად გამოვლინდა რამდენიმე საკითხი, რომელიც საკითხებიც ყველაზე უფრო პრიორიტეტულად დაასახელა ადგილობრივმა მოსახლეობამ. ესე იგი, ბორჯომის მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს თანამშრომლა მედია ცენტრთან აღნიშნულ პროექტის ფარგლებში არაერთი შეხვედრა იყო მოქალაქეებთან და ის გამოწვევები, რომლებიც მუნიციპალიტეტის წინაშე დგას, კიდევ ერთხელ იქნა მოსმენილი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მიერ. და გარკვეულ გადაწყვეტილებებს და გარკვეულ პრობლემებს, რა თქმა უნდა, მივხედავთ და შესაბამისად შეძლების აგვარად მაქსიმალურად იქნება აღმოფხვრილი. განსაკუთრებული იყო ტაბაწყურთან ის თემში შეხვედრა მოსახლეობის, იქ იყო დებატები, გამოთქვეს მოქალაქეებმა თავიანთი ინტერესები და თავიანთი წინაშე არსებული პრობლემები, რაზეც მუნიციპალიტეტმა მეტნაკლებად იმუშავა, მუშაობს კიდევაც. იყო დაპირებები საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ანუ მუნიციპალური ტრანსპორტის ჩართულობას, გასულ წელს ნაწილობრივ დავასუბსიდირეთ, თებერვლის თვიდან უკვე გავაფორმებთ ხელშეკრულებას იქ არსებულ მძღოლებთან და უკვე იმ დონეზე ჩავერთვებით, რომ ეს ტარიფშიც იქნეს ასახული და აიგრძნოს შეღავათები მოსახლეობამ, რომლებიც ამ თემში ცხოვრობს და არ იყვნენ განსხვავებული მუნიციპალიტეტის სხვა მაცხოვრებლებისგან, რომლებიც მუნიციპალურ ტრანსპორტით შეღავათებით სარგებლობენ და სუბსიდირებას აკეთებს მუნიციპალიტეტი მოიხსენებათ. ასევე დღესაც მქონდა კომუნიკაცია მუნიციპალური განვითარების ფონდთან, რომელიც საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის ნაწილს დაიწყებს და პრემიერის მიერ დაანონსებულ პირველ ეტაპში ჩაჯდება ტაბაწყური საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია
და ასევე კიდევ ჰქონდათ პრობლემები საგზაო ინფრასტრუქტურაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა 2 კილომეტრიანი მონაკვეთი რეაბილიტაციის პროცესშია, კლიმატური პირობების გამო სამუშაოები შესრულდა და როგორც კი ამის შესაძლებლობას მოგვცემს, მაშინვე დაიწყება დაბაწყურის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის სამუშაოები და მესამე ეტაპსაც ვფიქრობთ, რომ წელს შემოდგომით დავიწყებთ. უბნის ექიმთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო ჩავაყენეთ საქმის ყურში და ახორციელებს მონიტორინგს, რათა მაქსიმალურად შეძლების დაგვარად შეძლონ ადგილობრივებმა ამ სერვისით სარგებლობა. ახალგაზრდებმა ბორჯომში გადაწყვიტეს, რომ მერიისთვის ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსების თხოვნით მიემართათ, რაც გულისხმობს ბიუჯეტში გარკვეული თანხის გათვალისწინებას, რომელიც იმ იდეების განხორციელებაზე დაიხარჯება, რასაც ადგილობრივი ახალგაზრდები მუნიციპალიტეტს ინიციატივების სახით წარუდგენენ. შეგვიძლიათ იცით, რომ ახალგაზრდული ინიციატივებისთვის ბიუჯეტში ასახულია გარკვეული თანხა, ეს რა თქმა უნდა არ არის დიდი თანხა და აი სტატუტების პროცესში იქნება, როგორი იდეები იქნება მოწოდებული და ველოდებით როგორ ინიციატივებს როგორ იქნება მოწოდებული, ანუ რა ინიციატივებს მოეტანენ ახალგაზრდები და რომლის უფლებამოსილება იქნება მუნიციპალიტეტს, რომლის შესრულებას არის ინიციატივები, რომლებსაც მუნიციპალურ საზღვრებს ხდება, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად კონსულტაციასაც გავუწევთ, რომ რისი უფლებები გვაქვს და რის განხორციელებას შევძლებთ და ასევე ველოდებით ინიციატივებს და ვიწყებთ ამაზე მუშაობას. პროექტი 2023 წელსაც გრძელდება ბორჯომსა და ნინოწმინდაში. ჩართულობის ჯგუფის წევრებთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად აქტიურად განახლდება მუშაობა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. პროგრამის ფოკუსში კვლავ ქალები, ხანდაზმულები და ახალგაზრდები რჩებიან. გაგრძელდება უკვე გამოვლენილი სოციალური საკითხების ადვოკატირება და მუშაობა ახალ თემებში, ახალ სამიზნე ჯგუფებთან. პროექტი გრძელდება და მისი მთავარი მიზანი კვლავ მოქალაქეთა გააქტიურება და ჩართულობაა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასევე სოციალური საკითხების ადვოკატირება სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლებისათვის. მადლობას უხდით როგორც ნინოწმინდის, ასევე ბორჯომის მერს და მათთან ერთად სამცხის მაჟორიტარ დეპუტატს პროექტის გუნდთან და მოქალაქეებთან აქტიური თანამშრომლობისათვის. დღეს თუ შეგვიძლია რაიმე წარმატებაზე და რაიმე შედეგზე ლაპარაკი, ეს სწორედ მოქალაქეებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტრუქციული ურთიერთთანამშრომლობის შედეგია. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ურთიერთთანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება.